მოგრძობთ განათლების მიმართულებით ჩვენს გადაცემას. პროფესიული სასწავლებლების მიმართ ინტერესი ბოლო პერიოდში სულ უფრო იმატებს. 28 აპრილს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე გაიხსნება რეგისტრაცია, რომელიც 20 მაისის ჩათვლით გაგრძელდება. რა არის პროფესიული განათლების უპირატესობა და რა პერსპექტივები არსებობს კურს დამთავრებულებისთვის დასაქმების ბაზარზე? ამას ჩვენი სტუმრებისგან გავიგებთ. ჩვენთან ერთად არიან პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსი თამარ კვინიკაძე და ეტაკიძე პროფესიული კოლეჯის სპექტრის დირექტორი დილო მშვიდობისა. მოგესალმებით. პირველ რიგში დავიწყოთ იმით, რომ ვის შეუძლია პროფესიული განათლების მიღება, არის თუ არა შეზღუდული ასაკობრივი ზღვარი? დიდი მადლობა პირველ რიგში მოწვევისთვის. პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ყოველწლიურად მთელი საქართველოს მასშტაბით ყველა რეგიონში ცხადდება მიღება. და როგორც თქვენ აღნიშნეთ, წელსაც 28 აპრილს გაიხსნება რეგისტრაცია და გაგრძელდება 20 მაისის ჩათვლით. ნებისმიერ მსურველს მინიმალური დაშვების წინაპირობა პროგრამებზე გვაქვს საბაზო განათლება, შეუძლია შემოვიდეს პროფესიულ სასწავლებელში და რა თქმა უნდა პროგრამის დაშვების წინაპირობა ისაზღვრება პროგრამის დონის მიხედვით. პირობითად მესამე დონის პროგრამებზე საბაზო განათლებაა საკმარისი, მეოთხე და მეხუთე დონის პროგრამებზე სრული ზოგადი განათლება. რაც შეეხება ასაკობრივ შეზღუდვას, ასეთი შეზღუდვა არ გვაქვს დაწესებული და შესაბამისად გვყავს ადამიანები, რომლებიც არიან 60-70 წელს გადაცილებულები და ძალიან წარმატებით ეუფლებიან მათთვის ასურვალ პროფესიებს. ქალბატონ თამარ, მეც გითხავთ, რა ტიპის პროგრამები არსებობს პროფესიული განათლების სისტემაში, ესეც რო უთხრათ ჩვენს ტელემოყურებელს. ძალიან მრავალფეროვანია პროფესიულ განათლებაში პროგრამების არჩევანი. ყველა სფეროს მოიცავს აბსოლუტურად და სწავლების მიდგომები განსხვავდება განათლების სხვა საფეხურებისგან. აი რით განსხვავდება? რას გულისხმობს ეს ყველაფერი? კი ბატონო. მაგალითად, უმაღლესი განათლება უფრო მეტად ორიენტირებულია აკადემიურ ცოდნაზე და კვლევითი უნარების განვითარებაზე. პროფესიულ განათლებაში მეტად გამახვილებულია ყურადღება პრაქტიკულ კომპონენტზე, პრაქტიკულ უნარებზე, რომელიც ძალიან მოკლე დროში, გარკვეულ დროში აძლევს იმ კომპეტენციებს, რომელიც დასაქმებისთვის აუცილებელია და სწრაფად ხდება მათი რეალიზება შრომის ბაზარზე. კი ბატონო, დაახლოებით რამდენი პროგრამა არის და რომ ჩამოთვალოთ თუ არის შესაძლებელი? დღესდღეობით გვაქვს 92 კვალიფიკაცია და მთელი საქართველოს მასშტაბით 7-ზე მეტი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა. ეს გახლავთ ინფორმაციული და ტექნოლოგიების კომუნიკაცია, მშენებლობა, ინჟინერიის პროგრამები, მომსახურების სფერო, ეს სასტუმრო, კულინარია, ტელეხელოვნება, ძალიან მოთხოვნადი პროფესია ამავდროულად. და სხვა 10-ვე სფეროში გვაქვს პროფესიული განათლება ინტეგრირებული. ქალბატონ თამარ, როგორ ხდება რეგისტრაცია და არის თუ არა შესაძლებელი ერთდროულად რამდენიმე პროგრამაზე რეგისტრაციის გავლა და ერთად დაწყება? რეგისტრაცია ხდება ელექტრონული პორტალის საშუალებით, ეს გახლავთ პორტალი vet.ms.g, სადაც პირს შეუძლია თვითონ დარეგისტრირდეს ონლაინ. თუმცა გვაქვს კიდევ სერვისი ყველა დაწესებულებაში, შეუძლია მიმართოს დაწესებულებას და ადგილზე დაეხმარებიან რეგისტრაციის პროცესში. პროგრამების არჩევას რაც შეეხება, მაქსიმუმ 3 პროგრამის არჩევის საშუალება აქვს, გაივლის შერჩევის ეტაპებს 3-ვე პროგრამაზე და საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს უკვე მისი რეიტინგული ქულის და შედეგის მიხედვით, სადაც მოიპოვა მან ჩარიცხვის უფლება. ბატონო, მე მინდა რომ ბატონ მათესთანაც გადავინაცვლო, რომელიც პროფესიული კოლეჯის დირექტორი გახლავთ. ბატონო მათე, როგორია სტატისტიკა დაინტერესებული ადამიანების, ზარდია თუ არა ის? უპირველესად გეტყვით, რომ მომართვიანობა ბოლო წლების განმავლობაში გაიზარდა. დღეს გეტყვით, საქართველოს შრომის ბაზარზე არის ძალიან დიდი მოთხოვნა და უფრო მეტიც, ანუ მოთხოვნა მიწოდება შორის გარკვეული ტიპის დისბალანსი, ანუ ქართულ ბიზნესში სჭირდება გაცილებით მეტი კვალიფიციური კადრები რაოდენობრივად. შესაბამისად, მომართვიანობა გაზრდილია როგორც მოქალაქეებიდან და მინდა გითხრათ, რომ ახალგაზრდა თაობას აქვს ძალიან პრაგმატული და რეალისტური მიდგომები და ისინი პროფესიულ განათლებას უკვე მიმართავენ და ძალიან დიდი რაოდენობით. შესაბამისად, ვფიქრობთ, რომ ის პრეცედენტი, რომ დღეს დაიწყო ამ მომართვიანობის გაზრდა, მოგცემს საშუალებას, რომ ჩვენ გავუთანაბრდეთ ისეთი ტიპის ქვეყნებს, როგორც არის დაუშვათ ევროპული და დასავლური ქვეყნები, სადაც პროფესიულ აკადემიურ განათლებაში დაახლოებით პროცენტული მაჩვენებელი არის 50-50-იან პირიქით პროფესიული განათლება არის 60 და 40 არის დაუშვათ
აკადემიური განათლება. შესაბამისად, ჩვენ ეს გვაძლევს საშუალებას დავეხმაროთ ბიზნეს განვითარებაში, ეკონომიკას განვითარებაში და მინდა გითხრათ ბიზნესის ჩართულობა და ბიზნესის მომართვიანობა ესევე არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ მათი დამოკიდებულება და ყოველდღიური ჩართულობა, მათი ინვესტირებები პროფესიულ განათლებაში ნიშნავს იმას, რომ პროფესიული განათლების მოთხოვნილება და მისი ფაქტორი არის აბსოლუტურად გაზრდილი. თუ წლების უკან ეს იყო პრობლემური საკითხი, დღეს განსხვავებულია, იმიტომ რომ ბიზნესი დებს ძალიან სერიოზულ და დიდ ინვესტირებებს პროფესიული განათლების განვითარებაში. კონკრეტულად იცია, რომ თუ არ მოხდება ამ დარგის განვითარება სიღრმეებში, ვერ მოხდება შრომის ბაზრის და ზოგადად ეკონომიკის განვითარება. ამიტომ ჩვენ ვზრუნავთ იმაზე, რომ ნებისმიერი პროგრამა, რომელიც ქალბატონმა თამარმა ახსენა, ახლა ეს პროგრამები კეთდება ბიზნესთან ერთად ჩართულობით, ანუ შინაარსობრივ ნაწილს ჯერ გავდივართ ვალიდაციას ბიზნესთან, მოკვლევა ხდება, ერთობლივად ხდება შინაარსობრივი ნაწილის გაკეთება, ამის შემდგომ გავდივართ სახელმწიფო, რა თქმა უნდა, შემდეგ გავდივართ სახელმწიფო ავტორიზაციას და ამის შემდგომ შევდივართ ბაზარზე. მე გეტყვი დღევანდელ სტატისტიკას დასაქმების, სადღაც ეს არის მინიმალური დასაქმების მაჩვენებელი პროფესიულ განათლებაში, ეს არის 70-დან 80%-მდე. ეს არის მინიმალური პროცენტის გეუბნებით, უფრო მეც გეტყვით. თქვენ ხელს თავად კოლეჯი უშუალოდ აწარმოებს მოლაპარაკებებს ბიზნეს სექტორთან, ჩვენ ყველა სტუდენტს აქვს საშუალება გაუწიოთ ჩვენ რეკომენდაციები, შეხვდეთ ბიზნეს არა მხოლოდ კოლეჯის სივრცეში, არამედ შეხვდეთ ბიზნეს ადგილზე და ადგილზე გაიცნოთ ბიზნესის წარმოება, საწარმოების ადგილებსა და ესე ვთქვათ მას იმ ბიზნეს სფეროებში, სადაც ბიზნესი მოღვაწეობს და გარდა ამისა, ყველაზე მთავარი რაც არის, ბიზნესი უკვე შემოდის არა მხოლოდ ამ ურთიერთობებით, არამედ ძალიან ხშირად ჩვენ წინასწარ გვაქვს ესეთი დამოკიდებულებები, რომ ჩვენი სტუდენტები გარკვეული ანაზღაურების საფუძველზე პრაქტიკულ სივრცეებში გადიან ბიზნესთან ურთიერთობაში და შესაბამისად სწავლობენ უკვე თუ როგორ შეიძლება მე ამ ბიზნეს სექტორში დასაქმება. ჩვენ გვაქვს ორი მიმართულება ძალიან საინტერესო, ერთი არის დუალური სწავლების მეთოდი, როცა ეს არის შრომაზე დაფუძნებული სწავლება, სადაც ბიზნესი უშუალოდ შემოდის ამ სივრცეში და მეორე მიმართულება გახლავთ, როდესაც სასწავლო საწარმოო პრაქტიკის პერიოდში ნებისმიერი ბიზნეს კარი პროფესიული განათლების სტუდენტებისთვის არის ღია. ეს ნიშნავს იმას, რომ სტუდენტი შეუძლია პრაქტიკული უნარები მიიღოს და უკვე როცა დაამთავრებს ამ თუ იმ პროგრამას, ის აბსოლუტურად მზად არის ბიზნესისთვის, მზად არის უკვე შრომის ბაზარზე გასვლისთვის და მზად არის, რომ მას ჰქონდეს ძალიან სოლიდური და კარგი ანაზღაურება. მე ესეც მინდა მოსახლეობას ვთქვა, რომ დღეს საქართველოში სამშენებლო ინჟინერიის და არა მხოლოდ სახელმწიფო ანაზღაურება პროფესიონალების არის საკმაოდ სოლიდური. შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან ბევრ ქვეყანაზე გაცილებით უკეთეს და მაღალი ანაზღაურება, ამიტომ შეუძლიათ რომ მოგმართონ მით უმეტეს სწავლა უფასო გახლავთ, როგორც გრძელვადიან, ესევე მოკლევადიან პროგრამებზე და გარდა ამისა, მათ ელოდებათ ბიზნესი, ელოდებათ ძალიან კარგი და ცივილური კომპანიები, სადაც შეუძლია მათ საკუთარი კარიერა დაიწყოს. ძალიან დიდი მადლობა. ქალბატონ თამართან გადავალ კიდევ ერთი კითხვით. მოიხიბლა დარწმუნებული ვარ ჩვენი ტელემაყურებელი ალბათ ბევრს გაუჩნდება სურვილი მიიღოს მონაწილეობა, თუმცა ვისაუბრეთ რეგისტრაციაზე, მაგრამ არ გვითქვამს რა საგნების ჩაბარება აუცილებელია ამისთვის, რითი ფასდებიან ეს ადამიანები და არის თუ არა წინასწარ ხელმისაწვდომი ვთქვა ტესტების ნიმუშები, რომ სურველებმა შეძლონ ასე ვთქვა საკუთარი თავის შემოწმება გამოცდაზე გასვლამდე. მე ვახსენე სარეგისტრაციო პორტალი, სადაც ხდება ონლაინ რეგისტრაცია და ზუსტად ამ პორტალზეა განთავსებული საგამოცდო პროგრამებიც და ტესტების ნიმუშებიც. ძირითადად პროგრამებზე შერჩევა ხდება დაწესებულების მიერ, მაგალითად მოტივაციური გასაუბრების საფუძველზე, თუმცა მეხუთე დონის პროგრამებისთვის განსაზღვრულია გამოცდების ეროვნული ცენტრის ტესტირება და პროგრამის შინაარსიდან გამომდინარე ბარდება ტესტები, ეს გახლავთ საბუნებისმეტყველო ტესტები, ქიმია, ბიოლოგია, პირობითად სამედიცინო მიმართულებაზე, ფიზიკა, რაოდენობრივი წიგნიერება, ანუ უნარები და ასე შემდეგ. ეს არის განსაზღვრული კონკრეტული პროგრამის შინაარსიდან გამომდინარე და შეუძლიათ აპლიკანტებს იხილონ ეს ყველაფერი. მე აუცილებლად მინდა აღვნიშნო ერთი სტატისტიკა, რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი, თქვენ ახსენეთ, რომ მომართვიანობა იზრდება და მართლაც იზრდება და ბოლო 4 წლის განმავლობაში თუ შევადარებთ, გაორმაგებულია მომართვიანობა და ჩარიცხვის მაჩვენებელი და მე მიხარია, რომ პოპულარული ხდება დღითი დღე პროფესიული განათლება, ძალიან დიდი გვაქვს წამოსვლა უმაღლესი განათლებიდან დაახლოებით 30%-მდე ბაკალავრიატის და მაგისტრატურის სტუდენტები მოგმართავენ, რადგან მათ იციან, რომ ზუსტად აი ამ მოკლე პერიოდში შეუძლიათ
მაღალი ანაზღაურებით დასაქმდნენ და მიიღონ საჭირო ცოდნა, და ასევე განივითარონ სამეწარმეო კომპეტენციები და თავიანთი ბიზნესი აწარმოონ. კი ბატონო, იცით რა მე ძალიან მაინტერესებს, აი უფრო მეტი კონკრეტიკა რო იყოს, რომელ კადრებზე არის მოთხოვნა, თუ შეგვიძლია ასე დავასახელოთ, რა თქმა უნდა, შეგვიძლია. იცოდნენ, მოდით, იმ ადამიანებმა, რომლებსაც ეს აინტერესებთ, სად არის კადრების ნაკლებობა და რომელი პროფესიები არის ამ მე შემიძლია უთხრა ჩვენს მსმენელს, რომ სამშენებლო ინჟინერიაში ბუმია მოთხოვნილების, ანუ საკმაოდ და კადრების ნაკლებობა და არის? კადრების ნაკლებობა არის, საუბარი კვალიფიციური კადრების ნაკლებობაზე, ამიტომ სამშენებლო ბიზნეს, თუმცა იგივე მე შემიძლია ვთქვა IT ინჟინერიაზე, იგივე შემიძლია სერვის სფეროზე და საექტო სამედიცინო მიმართულებაზე. ანუ აქ მოთხოვნები გაზრდილი არის, შესაბამისად უამრავი პროფესია გახლავთ და კიდევ ერთხელ მინდა ჩვენს მსმენელს მივმართო თქვენის საშუალებით, რომ მათ შეუძლიათ არჩევანი საკმაოდ დიდი არის, მათი გემოვნების მიხედვით შეუძლიათ შეარჩიონ სასურველი პროფესია. ბაზარზე დღეს მოთხოვნა არის გაცილებით მაღალი, ვიდრე ჩვენ წარმოგვიდგენია. ამიტომ მინდა მოსახლეობას უთხრა, რომ თავარი არის მოვიდნენ, თავარი არის მიიღონ კომპეტენციები, თორე დასაქმების პრობლემა არ არის გულწრფელად და შემიძლია ვთქვა ღიად ეთერში, რომ პროფესიონალი დღეს მე არ მინახია საქართველოში დაუსაქმებელი და არ მინახია ის დაბალ ხელფასზე დასაქმებული. შესაბამისად, თუ ამის სურვილი ექნებათ, ჩვენ მზადავართ, გვაქვს უთანამედროვე ლაბორატორიები, გვაქვს ძალიან კარგი გარემო, ჩვენთან ერთად მუშაობს უამრავი საერთაშორისო და შიდა ბიზნესები და შესაბამისად ჩვენ დაახლოებით გააჩნია პროგრამა, ეს არის შეიძლება 8 თვიანი პროგრამა იყოს, 9 თვიანი, 1 წლიანი, 2 წლიანი პროგრამები და მინიმალური და რა არის მაქსიმალური? მინიმალური არის 3 თვიანი პროგრამები, ეს არის მოკლევადიანი მომზადება, გადამზადების სახელმწიფო სასერტიფიკატო კურსები და კიდევ ერთხელ მინდა უთხრა, რომ ყველა პროგრამა, როგორც გრძელვადიანი, ესევე მოკლევადიანი არის დაფინანსებული სახელმწიფოს მიერ, შესაბამისად მოქალაქეს, რომელსაც უნდა პროფესიული განათლებაში შემოსვლა, მათი სწავლება გახლავთ დაფინანსებული და გარდა ამისა, ბიზნესით ცალკე დამატებით სერვისებს გვთავაზობს იმის, რომ დაეხმაროს თითოეულ მათგანს, იმის, რომ შემდგომ ისინი დამკვიდრდნენ ქართული შრომის ბაზარზე და ზოგადად დაეხმარონ ეკონომიკას და დაეხმარონ ბიზნეს განვითარებას. ასევე როგორც ისე შესაძლებელია როგორც დედაქალაქში, ასევე რეგიონებშიც, ხო? ყველგან გეოგრაფიული დაფარვა იმდენად მაღალ დონეზეა დღეს საქართველოში, როგორც ქალაქები, დაბები, სოფლებში კეთდება პროფესიული კოლეჯები და შესაბამისად ნებისმიერი რეგიონის თავარი სურვილი და თავარი სურვილი და აუცილებლად მინდა გითხრათ, რომ ეს თემა რო შევეხო თქვენის ნებართვით შეშემე პირებისა და სპეციალური საჭიროების საგანმანათლებლო პირებს აუცილებლად მინდა მივმართო, რომ სტერეოტიპები იმსხვრევა ძალიან კარგია, რომ ჩვენ ამაზე ერთობლივად განათლების და მეცნიერების სამინისტრო და ჩვენ ერთობლივად ამაზე ვშრობთ და მუშაობთ. მინდა დაიმსხვრეს საბოლოო დესტიგმა და უამრავ ადამიანს აქვს საშუალება მოგმართოს მიიღონ ჩვენთან განათლება და შესაბამისად მოხდეს მათი არა მხოლოდ ინტეგრაცია საზოგადოებაში, არამედ ძალიან წარმატებით დასაქმება. და ამის უამრავი მაგალითი გაგვაჩნდა. ძალიან დიდი მადლობა.